შესაბამისი თხოვნით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს მოსახლეობის ნაწილმა უკვე მიმართა. მოქალაქეთა ნაწილი ითხოვს, რომ რეცეპტის გარეშე პრეპარატის გაყიდვა სისხლის სამართლებრივად დაესჯადი გახდეს. როგორც ირკვევა ნარკოტიკული თრობის მისაღწევად, წამალდამოკიდებულები უკვე ოფთალმოლოგიურ წვეთებსაც იყენებენ. მართალია ამ პრეპარატს რეცეპტი არ სჭირდება, თუმცა სპეციალური ნებართვის გარეშე მისი გაყიდვა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ისჯება. მოთხოვნის დეტალებს დავით საგარელი გაგაცნობთ. Სააფთიაქო ნარკომანია პრობლემა, რომელიც 24 წლის ანანოს პირადად აწუხებს. მისი მეუღლე წამალდამოკიდებულია. ანანოს მტკიცებით ქმარი თრობისთვის სხვადასხვა მედიკამენტს იყენებს, მათ შესაძენად კი რეცეპტს ბევრ აფთიაქში არ ითხოვენ. ქალაქში არის ძალიან ბევრი აფთიაქი, რომელშიც იყიდება თვალის წვეთებია, რაღაც რომელსაც იყენებენ წამალდამოკიდებული ადამიანები. რეალურად არის რეცეპტიანი, ანუ რეცეპტი სჭირდება, მაგრამ ყიდულობს ურეცეპტოდ. ამის გადასამოწმებლად ქრონიკამ ექსპერიმენტი ჩაატარა. ესა დავითრია ხო ეს? ეს რა არის, რა მომეცი? როგორ? რაბატანი? ამ აფთიაქიდან თვალის წვეთებით არა, თუმცა ეპილეფსიის შეტევის დროს მისაღები პრეპარატით გამოგვიშვეს. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში ამბობენ, რომ მსგავსი 100-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. აფთიაქების დიდი ნაწილი დააჯარიმეს, 7 კი დახურეს. დავით მაჭარაშვილის თქმით, გრძელდება კონტროლი მედიკამენტებზეც. ერთ-ერთი ღონისძიება, რაც სამინისტროს მხრიდან არის გატარებული, არის ის, რომ ასეთ მედიკამენტებზე შეზღუდულია უკვე იმპორტის განხორციელება. ეს არის პრევენციული ღონისძიება იმ კუთხით, რომ ქვეყანაში არ შემოედინოს ის რაოდენობა, რომელიც სცილდება რეალური პაციენტებისთვის საჭირო რაოდენობას. საზოგადოების ნაწილი პარლამენტს კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ერთ-ერთი მოთხოვნა პირველი ჯგუფის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვა სისხლის სამართლებრივად იყოს დასჯადი. ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, ასეთი რეგულაციის შემოღება საჭირო არ არის. დინამიკა აბსოლუტურად დადებითია. ერთეული შემთხვევები ფიქსირდება ასეთი სააფთიაქო ნარკომანიის. სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა ეტაპობრივად მიმდინარეობს, ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში. თუმცა თუ სიტუაცია გართულდება, საკანონმდებლო ორგანოში კონტროლის გამკაცრებას არ გამორიცხავენ. რეკლამის შემდეგ სპორტისა და კულტურის სიახლეებით დაგიბრუნდებით. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მოლოდინში სტუმრები განსაკუთრებით ინტერესდებიან ქართული სექციით. ვინ გახდება ოქროს პრომეთეს მფლობელი? თანამედროვე სამყაროში წარმატება მუდმივი წინსვლა. სორდროს საჭირო ადგილას გააკეთეს სწორი არჩევანი. Camry, თანამედროვე სრულყოფილება. Toyota, always a better way. Bridgestone იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, ქმნის მიკროსკოპულ შრეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ წყლის ფენის მაქსიმალურ გამოდევნას საბურავის ყინულთან შეხების წერტილიდან. Bridgestone-ის ზამთრის საბურავები გაჩერება ყინულზე. Bridgestone. სასიცოცხლო ძალების დასაბრუნებლად მიირთვით ჯაფა. ხილისგან მონიჭებული ყველაზე მდიდარი შეგრძნება. შეიგრძენი ხილის ნამდვილი გემო. ჯაფა. აირჩიეთ მხოლოდ ნატურალური. მორიგის შეხვედრა ან საუკეთესო საღამო. არაღიზიონაა მარკა, დრო გადის, ჩვენ არ ვიცვლებით. მაღაზიათა ქსელი, ზუმელი, დაზოგე ჩვენთან და ხარჯე, სხვა. გამათბობელი, პრაიმი, თვეში 5 ლარი. ნუ გადაიხდი ზედმეტს. ტექნობუმი. ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო საზოგადოებო. მინდა მოგმართოთ თქვენ და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რათა გამცნოთ ერთი მეტად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო სიახლე. ყველას კარგად მოგეხსენებათ თუ როგორ ვითარდება ქვეყანაში მოვლენები ბოლო თვეების განმავლობაში. ტელეფონით საუბრების ხანგრძლივობა მკვეთრად გაიზარდა. გამწარდა მოთხოვნა მობილურ ინტერნეტზე. ამის გათვალისწინებით ჯეოსელმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება. ამიერიდან
უსასრულოდ საუბარი 50 ლარის ნაცვლად 25 ლარად იქნება შესაძლებელი. თანაც უსასრულო SMS-ებითა და 1 გიგაბაიტი ხარისხიანი ინტერნეტით. ანუ უსასრულო საუბარი ყველა მიმართულებაზე ვრცელდება? დიახ, უსასრულოდ ისაუბროთ ყველა ქსელის აბონენტთან მთელ საქართველოში. თქვენ შეიძლება. რით განსხვავდება ეს პაკეტი კონკურენტის მსგავსი შეტევასებისგან? იმითი, რომ ბევრად უფრო სწრაფი ინტერნეტია. მადლობა. უსასრულო საუბრები ჯეოსერისგან 25 ლარად. ეს მართლაც მასშტაბური მოვლენაა. თაკო? გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 10 და 5 ლარიანი პაკეტებიც. ამ ყველაფერზე დაწვრილებით ინფორმაცია შეგიძლიათ გაეცნოთ ჯეოსერის ვებგვერდზე. მადლობა. მოიგე ჯეკპოტი 600,000 ლარზე მეტი და აიხდინე ყველა ოცნება. კარგია. მაგრამ კარგია. არაღი უშბა, სიამოვნება სწორ არჩევანშია. ეს არის ქრონიკა 8-ზე. ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას აპირებს. ის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წაყენებას არჩევნების თარიღის დასახელების შემდეგ გეგმავს. სწორედ ამის შემდეგ დაასახელებს საკუთარ გუნდსაც. მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კიდევ ერთ მსურველთან, ლევან კობიაშვილთან თანამშრომლობასაც არ გამორიცხავს. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის ემზადება. ტრადიციულად დეკემბრის პირველ კვირას საქართველოს წლის მთავარ კინომოვლენას მე-15 უმასპინძლებს. კინომოყვარულები და კინოკრიტიკოსები ქართული და მსოფლიო საავტორო კინოს დამუშევრებს ერთად შეაფასებენ. საუკეთესო ფილმი ოქროს პრომეთეს მფლობელი გახდება. მაყურებელი ქართველი მსახიობების მონაწილეობით გადაღებულ იმ ფილმსაც იხილავს, რომლის პრემიერა თბილისამდე ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. თბილისურ ფესტივალს მოჰსენ მაჰმალ ბაფის პრეზიდენტი გახსნის. ალბათ თბილისის ფესტივალზეც ამას ჩავიცვალ. სმოკინგი უნდა დაჩის. ნახოთ რა სიტყვის მოხსენი შეიძლება. ვენეციის შემდეგ თბილისის კინოფესტივალზე წარდგომისთვის ემზადება. ახლა იმაზე ღელავს თუ როგორ მიიღებს ქართველი მაყურებელი 7 წლის დაჩი ორველაშვილის სადებიუტო როლს. საქართველოში გადაღებული ფილმით პრეზიდენტი მე-15 კინოფესტივალს ირანელი რეჟისორი მოჰსენ მაჰმალ ბაფი გახსნის. მოსენიო ჩამოა ეგ კარგია ძალიან და იმედია მოეწონება ქართულ მაყურებელს ეს ფილმი. ურბანიზაცია და ეკოლოგიური პრობლემები 2014 წლის ფესტივალის მთავარი თემებია. გამოფენასთან ერთად ამ თემას სპეციალური სექცია მწვანე ფერი მიეძღვნება, სადაც უცხოელი რეჟისორების 6 ფილმი იქნება ნაჩვენები. ორ ქართულ ფილმს სალომე ალექსი-მესხიშვილის კრედიტის ლიმიტსა და ლაშა ცქვიტინიძის მე ვარ ბესოს თბილისის კინოფესტივალის ისტორიაში საკონკურსო პროგრამით პირველად უჩვენებენ. კანის, ბერლინალეს, სხვადასხვა ფესტივალების გამარჯვებულ ფილმებს, ანუ იქნება ძალიან დიდი კოლექცია ამ ფილმების. რასაკვირველია არის ქართული სექციაც, როგორც ყოველთვის, და მინდა გითხრათ, რომ სტუმრები განსაკუთრებით ინტერესდებიან ქართული სექციით. სექციაში ევროპული კინოს ფორუმი მაყურებელს საშუალება აქვს ისეთი რეჟისორების ფილმები იხილოს, როგორებიც არის გოდარიც, მშვიდობით ენა, ფრანსუა ოზონის ბოლო ფილმი, ახალი მეგობარი ქალი, ნური ბილგე ჯეილანის სამთრის ზილი და ჟულიეტ ბინოშისა და ამერიკელი რისტენ სტიუარტის ერთობლივი ნამუშევარი სილს მარიას ხრუბლები. მაქვს პატივი რომ ვიყო თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრი. ამ ჟიურის შემადგენლობაში არიან დღევანდელი კინოინდუსტრიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები. ჟიურის თავმჯდომარე იქნება მარკო მიულერი. ფესტივალის 7 დეკემბერს უმბერტო პაზოლინის ფილმით წყნარი ცხოვრება დაიხურება, რომელსაც რეჟისორი ქართულ მაყურებელს თავად წარუდგენს. და ბოლოს გავიგოთ ხვალინდელი ამედის პროგნოზით.
ასეთი იყო 20 ნოემბრის მოვლენათა ქრონიკა. მე ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. მოლოდინის ნაწილია მოგზაურობის. მოგზაურობა სხვა ადამიანებთან, შენთან და შენს ნაპირებთან. სერიალის სპონსორია ჩაი გრინფილდი. ჩაი გრინფილდი. შინაგანი ჰარმონია. სანამ ტექნიკას იყიდი, გაიგერას გთავაზობს ელექტრონიკა. შეიძინე ინდეზიტის ჩასაშენებელი ღუმელი და გასკური ზედაპირი 999 ლარი და მიიღე საჩუქრად დამწერლობა. ელექტრონიკა, სერიალის სპონსორი. სერიალის სპონსორი Lighthouse-ი გთავაზობთ უპრეცედენტო აქციას. გვეწვიეთ და დაიბრუნეთ თქვენს მიერ გადახდილი თანხის 50% სასაჩუქრე ვაუჩერის სახით. Lighthouse-ი, მარშალ გელოვანის 2. სერიალის სპონსორია მოლფედი. ულტრა თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით მოლფედი ყველაზე თხელი და მშრალი საფენია. შევხვდებით მომავალში. ყოველთვის, ყველაფერი საუკეთესო მოლფედთან.